Привет. Боренька, привет, родной. Привет, дорогой, привет. Боренька, ну скажи, пожалуйста, значит, Да. парень мой приехал, Али, ну ты его знаешь. Да. И что, ты можешь встретиться, нет? Я их к примеру сразу пустил. Он молодой, он сразу все нам я дал ему, в принципе. Все, есть, Боренька, обнимаю, родной. Обнимаю. ვალოდიამ ანუ ვლადიმერ ევტუშენკომა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბორენკა რადნოეთი მიმართავს, ფორმულასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ეს სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა. მანამდე მან ამას დაბადების დღე მიულოცა. იმ სატელეფონო საუბრის შინაარსზე არ დაგღლით. ალი, ხორბალი, დავითი პრემიერთა შეხვედრა ისა. ყველაფერი იცით, მით უმეტეს, რომ ადვილად შეიძლება ამ სატელეფონო საუბრის შესახებ ამბის მოძიება ფორმულას ვებგვერდზე. ისიც იცით, რომ ბორენკა რადნოის მეგობარი ვალოდი ევტუშენკოვი პუტინის კარის მილიარდელი ბიზნესმენია, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის მიერ სანქცირებული. 2022 წლის 15 აპრილამდე ევტუშენკოვის სააქციო საფინანსო კორპორაცია სისტემის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ის ამ კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერია. სისტემის ნაწილამისი ერთ-ერთი კომპანია კრონშტადტი, კონგლომერატული კომპანიის ოპერატორი სამხედრო სამოქალაქო ტექნოლოგიებისა და განვითარების სექტორში. კომპანია ზედამხედველობს რამდენიმე რუსულ შილობილ კომპანიას, რომელიც სპეციალიზირებულები არიან აერონავტიკის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ტექნოლოგიის წარმოებაში და გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის ამარაგებს რუსეთის სამხედრო ძალებს უპილოტო საფრენი აპარატით ორიონი, რომელიც მეშვეობითაც იბომბება უკრაინული ქალაქები. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ევტუშენკოვი ანუ ვალოდია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბორენკა რადნოეთი მიმართავს, ომის დამნაშავეა. რუსულმა სისტემამ ჩემი ყურადღება განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მიიპყრო, როდესაც პროპაგანდის მთავარი ხაზი გარეჯი საქართველოა იყო. ის რომ სისტემა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფია და პირდაპირ ვთქვათ ბიზნეს სტრუქტურაა, ალბათ ახლა ამას აქ მტკიცება არ სჭირდება. სწორედ ამ სისტემაში მუშაობდა ქართული გვარის მატარებელი რუსი ბიზნესმენი, რაჭის ტყეებისა და რიყის დოქების ახალ უკვე ყოფილი მეპატრონე. აი არჩევნების წინ 1928 წლის რუკები მოსკოვიდან ვითომ ჩამოიტანა. ამ რუსულ ამბავზე ბევრი ითქვა და დაიწერა, თავს აღარ შეგაწუხებთ. ისე კი ცნობილ ირონიულ კითხვას მეც დავიმეორებ და დავით გარეჯზე რა ხდება? დავით ხითაშელი, რომელიც ოცნების პირობებში თავდაცვის სამინისტროში 4 წელი მინისტრის მრჩევლად მუშაობდა, ევტუშენკოვის სისტემაში ინოვაციების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ამავე პერიოდში სისტემაში იურიდიულ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ვინმე ოლეგ მუბარაშკინი, რომელიც დროების ინფორმაციით რუკების ამბავში მონაწილეობდა და ამავე ინფორმაციით ის რუსეთის საგარეო დაზვერვის ანუ SVR-ის ოფიცერია და წლების მანძილზე რეზიდენტურებს კოორდინაციას უწევდა. შესავალი ცოტა ვრცელი გამოვიდა, მაგრამ მთავარ სათქმელთან მივედით. მას ასე SVR ანუ რუსეთის საგარეო დაზვერვა, რომლის ხელმძღვანელმა ნარიშკინმა ქართულ საზოგადოებას თავი საქართველოსთან დაკავშირებულ მისი განცხადებებით დაამახსოვრა. როგორც წესი, ასეთ განცხადებებს ნარიშკინი არჩევნების წინ ან რამე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების დროს აკეთებს. არაერთი ექსპერტული მოსაზრებით ნარიშკინის განცხადება პრევენციული ხასიათის არის და ქართული ოცნებისთვის ერთგვარი გზამკვლევია, ორიენტირია, რომელიც დასავლურ სახელმწიფოს უნდა შეუტიოს ორკესტრირებულად ოცნებამ და მისმა პროპაგანდამ. ნარიშკინის ანუ მოსკოვის განცხადებებს ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთზე იმეორებს ზემოხსენებული ბორენკა რადნოის პარტიის სპიკერების განცხადებებს. ერთ-ერთი ასეთი დამთხოვა Deep State-ს უკავშირდება, რაც ნარიშკინის ენაზე სიღრმისეული სახელმწიფოა და რადგან გამეორება ცოდნის დედა. Мы, в частности, видим, какое резкое неприятие со стороны так называемого глубинного государства вызвали планы президента Трампа. ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც არიმართება ახალ ადმინისტრაციასა და Deep State შორის. თანხმობის ჩამონათვალი ძალიან ბევრია, სულ ბოლო კი განსაკუთრებით თვალსაჩინო. როგორც ამბობენ, მოწმენდილცაზე 5 ივნისს ნარიშკინის კანტორამ განცხადება გავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ოცნების მმართველობის შეცვლას ფიქრობს. რუსეთის საგვარეო დაზვერვა ქართული იდენტობის დაკარგვაზე დარდობს. ხომ არაფერი გეცნოთ, ქართული ოცნებაც როგორ წუხს. განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში პაპუაშვილი ჩამოდგა და ჰოი საოცრებავ ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციონერები იყვნენ. ოპოზიცია გუშინ იყო ბრიტანეთის საელჩოში. ამიტომაც დადიან სხვადასხვა საელჩოებში, რომ მიიღონ სხვადასხვა სახის მითითებები თუ ინსტრუქციები. პაპუაშვილის რანგი ნარიშკინის რანგთან ახლოსაც რომ ვერ მივა, ეს კარგად ვიცით, თუმცა ამ შემთხვევაში არ
არა რანგი, არამედ ქმედება მთავარი. უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე. საიდუმლო აღარ არის და არც ახალი რომ ერთი და იგივე სახელმწიფოდან არის ეს გამონათქვამები, ერთი და იგივე message box-იდან, ბუნებრივია არც ნარიშკინის და არც პაპუაშვილის speech თავად ისინი არ ქმნიან, ხო? ეს ყველაფერი ერთი ცენტრიდან იმართება, სტატუსის ასაწევად, აი ამ განცხადების მნიშვნელობის მისაცემად, ხან SVR-ის უფროსი აკეთებს ამ განცხადებას, ზოგჯერ მედვედევსაც გაუკეთებია მსგავსი განცხადებები. ამ შემთხვევაში SVR-ი ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ინტერესდება საქართველოსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მესიჯები მარტო საქართველოს ამომრჩევლის მიმართ არ არის გაჟღერებული და ის ემსახურება რუსეთის ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობებს დასავლეთთან. ბუნებრივია, რომ აქ იზრდება დიდი ბრიტანეთის როლი, ეს ბრიტანეთმა რამდენჯერმე კიდევაც განაცხადა. ნარიშკინმა და პაპუაშვილმა 5 ივნისს ივაშკაცეს, 11 ივნისს კი ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ საგრანტო წინადადებები არჩევნების გამჭირვებასთან დაკავშირებით გააუქმა. სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ დამთხევაა. 4 ოქტომბერს ქართული ოცნების მიერ ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ასეთი განცხადება მე პირადად მაფიქრებინებს იმაზე, რომ 4 ოქტომბერი უბრალოდ 4 ოქტომბერი იქნება და სხვა არაფერი. ამასთან ნარიშკინის და შემდეგ პაპუაშვილის განცხადებების არა სიტყვა-სიტყვით თანხმედრა ჩემთვის იმას მოასწავებს, რომ სულ მალე ლონდონი ევტუშენკოვის ბორინკა რადონოიზე და მის გარემოცვაზე სანქციებს გამოაცხადებს. დიდი ბრიტანეთის სანქციების შემდეგ რა დომინოს პრინციპი შეიძლება დაიწყოს, ალბათ ხვდებით. შეერთებული შტატების შემდეგ ბრიტანული სანქციები ივანიშვილის ყველაზე მტკივნეული იქნება. როგორც გითხარით, რუსეთის საგარეო დაზვერვის შემდეგ პაპუაშვილმა გამოიჩინა თავი. როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და პროპაგანდისტულ არხებზე პირველ კანონმდებლად წოდებულმა 13 ივნისს პოსტი გამოაცხო. ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ გამჟღავდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეს არ იყო პროპაგანდის და ექსტრემიზმის დაფინანსების პირველი მცდელობა. როგორც უკვე არაერთხელ გითხარით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის საგარეო დაზვერვის ან უშუალოდ მისი ხელმძღვანელის განცხადებები სულ თანხმდრაშია ევტუშენკოვის ბორინკა რადონის პარტიის სპიკერების, პროპაგანდისტების და ექსპერტებად წოდებულების განცხადებებთან. დღეს მათი რუსული ნარატივების ტირაჟირებისგან თავ შევიკავებ. ახლა კი კიდევ ერთი დამთხევა ქართულ მოძულე ლავროვის დონე 10 ივნისი პაპუაშვილი. ჩვენ პარლამენტის დადგენილებით შევქმნით სამუშაო ჯგუფები, მათ შორის შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტთან, თუმცა შემადგენლობაში ყოფნა ჯერჯერობით არავინ გამოხატა სურვილი რომ იყოს შემადგენლობაში, რა თქმა უნდა ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტის არამეგობრული პოლიტიკით ქართული ხალხის მიმართ, ამიტომ მოუწოდებთ ამ სამი ქვეყნის პარლამენტებს რომ დაუბრუნდნენ მეგობრობის ფორმატს და უარი თქვან არამეგობრულ ნაბიჯებზე ქართული ხალხის მიმართ. სერგეი ლავროვი ერთი დღით ადრე манипулируют и Латвией, и Эстонией, и Литвой. Это не самостоятельная политика, это марионетка. და აქვე კობახიძე 5 მარტი ლავროვის და კობახიძის განცხადებებში დროის სხდომამ არ დაგაბნიოთ. ეგ სხვა კალენდარია, სხვა დღის წესრიგია, სხვა მზა ტექსტები, რომელიც საჭირო დროს უნდა გამოიყენო. ვალდისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად და ამ ქვეყნებს აქვს სამწუხაროდ დაკარგული სუვერენიტეტი. ლავროვის, კობახიძის და პაპუაშვილის განცხადებებში თანხმედრა ვინც ვერ დაინახეთ, ვერც დაინახეთ. ძალით ყრუები და ბრმები ვინც ხართ, იყავით. ბალტიის სახელმწიფოები, რომს ქართული ხალხის და ქართული სახელმწიფოს ძველი და ტრადიციული მეგობრები არიან, ამის მტკიცებას ახლა აქ არ დავიწყებ. ორიკა რადონი რომ მათ განსაკუთრებულად ვერ იტანს, ეს ის ხომ იცით. ვერ იტანს, იმიტომ რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოები არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ან ხელისუფლების მეგობრები, არამედ ქართული ხალხის და ქართული სახელმწიფოს მეგობრები და მხარდაჭერები არიან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ისიც საქართველოს სახელმწიფოს, უკრაინის სახელმწიფოს მეგობარი და მხარდაჭერია, ბუნებრივია არ უყვართ მოსკოვში, მინსკში და სოლვაკის ქედზე. ამ სამთა განსაკუთრებული სამიზნე არ გაგიგუდება თუ გეტყვით, რომ ევროპარლამენტარი, ლიტვის სეიმის ყოფილი წევრი და ლიტვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რასა იუკნევიჩიანია. რასა ის რა უნდა ასწავლოს ამ ქალბატონმა, არის ჩვეულებრივი პოსტსაბჭოთა ნატურის მქონე ადამიანი, ხო? თავის ყველაფრით, თავისი ვიზუალით, თავისი რუსული აქცენტით და თავის ყველაფრით, ხო? ჩვეულებრივად გეგონება ცეკას, ასე ვთქვათ, პოლიტბიუროს წარმომადგენელი თან ძველი დროიდან. როდესაც დედის, ქალის, დედაშვილობის და ქართული ტრადიციების დასაცავად კანონებს იღებ, ქალბატონი ალბათ სულ მცირე ამენით უნდა მოიხსენიო.
როცა პოლიტიკურ გუნდში ისეთი ქალბატონები ყავს, როგორებიც არიან თია წულუკიანი, ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი, რამინა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, როდესაც ნანა კაკაბაძეა შენი მხარდაჭერი, ქალბატონი რასაკი უნდა დაიწუნონ. როდესაც საბჭოთა ცეკას ინსტრუქტორი ვოსკი შენი თანაგუნდელია, ევროპარლამენტარი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი უნდა აკრიტიკო. ამასობაში კობახიძეს აპუაშვილი არ ჩამორჩა. სამწუხაროდ ზუსტად ეს ახმავა, განსაკუთრებით ქალბატონი რასა, როდესაც დგება ტრიბუნასთან და რუსული აქცენტით საუბრობს ინგლისურად და საუბრობს ზუსტად იმ ნარატივში, როგორც მოსკოვი ელაპარაკებოდა თავის დროზე ქართველებს. ჯერ კობახიძემ და შემდეგ პაპუაშვილმა ქალბატონ რასას ინგლისურის აქცენტი დაუწუნეს. ალბათ შეერთებულ შტატებში მათი თანაგუნდელის თამარ ტალიაშვილის ელცად გაშვებაში თავარი და გადამწყვეტი ქალბატონი თამარის ინგლისურის აქცენტი იყო. Welcome to the Georgian Dream podcast. I'm Tamar Taliashvili, member of the Georgian Parliament. და არა ის რომ ქალბატონი თამარ რუსეთში მოღვაწე ადვოკატის მეუღლეა. დავით კუხალაშვილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის და ასპირანტურის კურსდამთავრებულია და ამასთან რომ არ დაუკარგოთ, ვაშინგტონის იურიდიული კოლეჯის დიპლომიც აქვს. ტალიაშვილის მეუღლის რუსეთთან კავშირის კონსპირაცია რომ არ დამაბრალოთ, მის საქმიანობაზე ინტერნეტში ღია წყაროებია და თავად მოძებნეთ. ტალიაშვილზე ქართული დიპლომატიის ვეტერანი გამახსენდა ის, ვინც ტალიაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს, დავით ზალკალიანი. გაგახსენდათ? კი ის არის ქვეყნის საგარეო კურსზე რომ ტიროდა. სამწუხაროდ დღეს სხვა რეალობის წინაშე დავდექით. გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში. მე არ მაქვს მორალური უფლება დღეს სხვაგვარად მოვიქცე. არასდროს ჩემი ქვეყნის პრინციპებისთვის არ მიყავდი. მე ვარ კარიერული დიპლომატი. ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი 22 წელი ვემსახურე ამ სამსახურს და ამ საქმეს მიუძღვენი ყველაფერი. არც ერთ წუთს არ გადამიდგამს გაუაზრებელი ნაბიჯი. ამაყი ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებულ 1000 გვერდზე ჩემი ხელმოწერა დავტოვე. ეს უბრალო ხელმოწერა არ არის. იქ არის ჩემი გული. იქ არის ჩემი რწმენა. რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის უცვლელი. არ გეგონოთ თემას გადაუხვიე ნარიშკინის და ლავროვის განცხადებების ქართულ თანხმოძღვრებს. გონია რომ პირიქით. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 1 ივლისიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი გაუქმდება. გადაწყვეტილებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. ბატონო დავით, Facebook-ზე ამაყავთ რომ დაგიყენებიათ ბანერი ევროპისკენო, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი თქვენი მეგობრის სახელობის იყო. ლევან მიქელაძე გახსოვთ? იცით რომელია ბატონი ლევანი? აი მისი რჩევები და გვერდში ყოლა დღეს განსაკუთრებით ფასეული რომ იქნებოდა. თქვენი და თქვენი მეგობრების ჩიქოვანის, აბაშიძის, ალასანიას გუნდს რომ გეძახდნენ ედროს დუმი, ალბათ ევროპელობა და ბორიკ არადონის სუვერენიტეტის და ოფერზე დგომის ფილოსოფიაა. ხომ ლევან მიქელაძის მეგობრები ხართ. თუმცა რა საჭირო იყო თქვენი ხელისუფლების პირობებში მისი სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი, როდესაც თქვენი შემცველი შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამუშევარი და მხოლოდ ერთხელ იყო დიპლომატიურ სამსახურში. რა საჭირო დიპლომატიაში ზედმეტი მეცადინეობა ან გამოცდილ დიპლომატებთან კონსულტაცია, როდესაც კობახიძე ამბობს, რომ დიპლომატებს საქმე არ აქვთ. ერთი და მთავარი საქმე, რაც ბოლოს უმცირე 3 წლის მანძილზე კარგ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დიპლომატს ელს შეიძლება ჰქონოდა, ღია პროტესტი იყო იმისა, რასაც ახლა ბორიკ არადონის დაჯგუფება აკეთებს. ოკუპანტ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, რომელიც ჩემი აზრით მალე იქნება, წესიერი და პროფესიონალი დიპლომატი არ სჭირდება. მალე ნელ-ნელა რუსულენოვანი ქართული პროპაგანდა ეკონომიკური კეთილდღეობის აუცილებლობით შეფუთავს ამ ამბავს და მერე რომელიღაცა უსაქმური ელჩი მოსკოვში დასაქმდება. ისეთ ქვერო იყოთ ბატონო დავით, ვითომ რა. მოსკოვზე და რუსეთზე ორი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ. ერთი 4 წლის წინანდელია. მაშინ მოსკოვში ცნობილი და სტაჟიანი რუსი პროპაგანდისტის პოზნერის თბილისური დაბადების დღის შაშლით იყვნენ გაბრაზებულები. გრუზიჩიკებმა მოსკოვის მოლოდინი ვერ გაამართლა. არა და ალბათ პოზნერს გავრილოვის არ იყოს, როგორ დონეზე ქონდა დალაგებული, რომ თბილისში დაბადების დღეზე ეგულავა.
война, также нам же методично, так сказать, Грузия. საბჭოთა დროს ქართველები მოგვიჩინეს როგორც ფავორიტიერი, საბჭოთა კავშირისთვის საყვარელი ხალხი. დახვეწილები, პურმარილიანი, სტუმართმოყვარე, მხიარულები, ნებიანი, ცხელი ხალხი. მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ გაექცევი. კი ჩაიცვი პიჯაკი და იძახე ევროპაო, მაგრამ ერთ დღეს ბაბახ და გამოავლინე ნამდვილი სახე. ამის გაანალიზებას ვცდილობ. და იქვე ქართულენოვანი რუსული პროპაგანდისტების კოლეგა ვინმე სერგეი მარდანი. კარგად მოусმინეთ. Просто подтверждение того, что некоторых ეს ადასტურებს, რომ ზოგიერთი სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს. თუ მათ არ აქვთ უნარი და არც უნდათ იშოვონ ფული თავად, ისინი უნდა მოხვდნენ რომელიმე სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ. რუსეთის, თურქეთის ან სხვა. ერთადერთი რაც აჭმევს თანამედროვე საქართველოს არის ტურიზმი. რუსი ტურისტების გარეშე იქ ადამიანებს უბრალოდ არ ექნებათ საკვები. ჩემი აზრით ეს ბატონები ნორმალურმა ქართველებმა უნდა იპოვონ და მოატეხონ ხელები და ფეხები. ადრე უნდა მომხდარიყო რეაგირება. შეიარაღებული ადამიანები უნდა გაეგზავნათ, რომ ეს მახინჯები დაერბიათ. არ მოგესმათ, სახელმწიფო არ უნდა არსებობდესო. თქვენ გონიათ, რომ მარდანი თავის აზრს აფქვევს ასე თამამად პუტინის პირველ კანალზე? არა, ეს რუსკი მირის კონცეფცია, რომ ქართული სახელმწიფო არ არსებობდეს. ვინმე მარდანის მითითება შესრულებულია. ნორმალი გრუზინებმა ყველა იპოვეს და ხელების და ფეხების დაამკვიდრეს. რუსკიმირ საქართველოს და უკრაინაზე საკუთარი შეთქმული ისტორია აქვს. მათ ისტორიაში ჩვენ არ ვარსებობთ. ისტორია არ გვაქვს. ჩვენ ერთი დიდი რესტორანი ვართ, სადაც რუსებმა უნდა იგულაონ. ახლა კი ვლადიმერ მედინსკი, პუტინის თანაშემწე და რუსკიმირის ერთ-ერთი აპოლოგეტი, კულტურის ყოფილი მინისტრი, სამხედრო ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარე და უკრაინისთან უშედეგო მოლაპარაკებების მთავარი მონაწილე. მედინსკი, საქართველოს ისტორია русულად. 1801 год, начало 19 века, первая часть современной Грузии, Картлик-Кахетия, была присоединена по многочисленным обращениям грузинских карлико-хетинских царей добровольно и инициативно в состав Российской империи со столицей, городом Тифлисом, то бишь Тбилиси. Грузия не была тогда, напомню, единым государственным образованием. Это территория, населенная близкими этническими народами, очень близкие нам народы по духу, близкие по характеру, христиане тоже южные. Вскоре были присоединены и другие части Грузии, и Меретинское царство, столица Кутаиси, ранее полуавтономное от России Гурийское княжество. Часть княжества традиционных этих земель еще оставалась у турок. იმდენი შენიდე და მოყვან ამდენის ნებაყოფლობითი შეერთება იყო ამ რუსული ისტორიის მიხედვით საქართველოს თურმე ტერიტორია, სადაც ეთნიკურად მონათესავე ხალხები ცხოვრობენ და ხასიათით არც მეტი არც ნაკლები რუსეთს გვანან. ვისაც ამ ისტორიაში ცხოვრება გინდათ, იცხოვრეთ მონულად და ლაკშულად. ვისაც არ გინდათ, კითხვაზე თუ რატომ ემთხვევა ნარიშკინ ლავროვის განცხადება კობახიძე პაპუაშვილის განცხადებებს, ასუხად ორ ვიდეოს დაგიტოვოთ. ამ მესიჯებს ვიღაც ხომ წერს, ერთი და იგივე პერსონა წერს ნარიშკინისთვის, ერთი და იგივე პერსონა წერს საქართველოს მთავრობისთვის, მოლდოვას პირობითად ოპოზიციისთვის, შეიძლება ვთქვათ კიდევ სადღაც და სადღაც. უბრალოდ სტატუსიდან გამომდინარე ეს განცხადება შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს wording-ით, ვთქვათ, ან თუნდაც აი თანამდებობისთვის შესაფერისი გარკვეული ნიუანსების. ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ აბსოლუტურად არ განსხვავდება, მე მგონი სავსებით იდენტურია. იმიტომ რომ ეს რუსული ლაზვერვაც ესე რაღაც ქიმერული ადამიანებით ხომ არ მოქმედებს. არის რაღაც შეიძლება იყოს საკონსულტაციო ორგანო, შეიძლება იყოს მოვლენილი ოფიცერი, რომელიც პირდაპირ იძლევა განკარგულებებს, ეხლა ვინ რა უნდა გააჟღეროს და ადრე თუ იყო ვარაუდი, მე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ წყაროსგარო FSB-ის წარმომადგენლები სხედან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან ქართულ სპეცსამსახურებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციებში. ეს თქვენ პირადად თქვენ წყაროზე დაყრდნობით იცით დანამდვილებით. დიახ, რომლებსაც პირადად ყავთ ეს ხალხი ნანახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.